მოგესალმებით ძვირფასო და მეგობრებო. დღეს შემოგთავაზებთ პანდორა დალიტალიას ახალ ვიდეოს. ეს ვიდეო ატვირთულია 26 მარტს, სადაც ისინი აგრძელებენ მსვენელების კითხვებზე პასუხების გაცემას. მაშ დავიწყოთ. მაგრამ ჯერ ისინი ჩართავენ დაცვას. როგორც მე თქვენ ერთ-ერთ ვიდეოს ქვეშ დაგიწერეთ, მე ვუძალავ ყველა ბნელ და ასტრალურ დაბალვიბრაციულ არსებებს, რამეზე გავლენა იქონიონ ჩვენ ცხოველებზე, ჩვენ ბიოლოგიურ ველზე. მე ვუმატებ ხოლმე ჩვენ აზრებზე, ჩემ ფიქრებზე, იმიტომ რომ ყველგან ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ. ასე იყო, ასე იქნება, ასე არის. ეს დაცვა ამათი მოქმედებს ონლაინში მოსმენის დროსაც. კარგით, მოდით დავიწყოთ. გოგოები მიესალმებიან ყველას. პირველი შეკითხვა ეხება მთვარეს. თუ პლანეტა დედამიწა არის ცოცხალი არსება და აბსოლუტურად გაცნობიერებული არსება, ანუ გაცნობიერებული სული და თუ ეს სული არის მაღალვიბრაციული, და მე მომივიდაო ასად თავში ასეთი ასეო თუ ყველა პლანეტები კოსმოსში, ზოგადად ჩვენი ვარსკვლავური სისტემისა, ისეთივე ცოცხლები არიანო როგორც დედამიწა და გაცნობიერებულებიო, თუ შემდგომში ისინი თარიღნენო შეპყრობილები, მაპატიეთ დაპყრობილები, და თუ მთვარე არათანაბრად არამედ პლანეტაა დედამიწის, ზოგადად არსად უნდა იყოს ისეთივე ცოცხალი როგორც დედამიწა, და მაშინ რატომ წარმოგვიდგინენო ჩვენ მთვარეს როგორც ხელოვნურად შექმნილ ობიექტსო. პანდორა ამბობს, რომ მთვარეზე მე მაქვს გადაღებული ვიდეო და ამ ვიდეოს დასახელება არისო მონგოლური დროშის შესახებ. მოძებნეთო და იქ ნახავთ აუცილებლად. მე მოგიძებნით თქვენ ამ ვიდეოზე, მაგასაც გადაგითარგმნით. ხო, იმ ვიდეოშიო მე თქვენ გიყვებითო თუ მთვარე რატომ არისო ხელოვნური ობიექტი. მეც მაინტერესებს პანდორას ვერსია. მე რომ თქვენ ატლანტებზე დაგიდეთ ვიდეო, ატლანტებზე, რომლებმაც მთვარე აქციეს თავით დედობრივ ხომალდად, მაგრამ მე მაინტერესებს ახლა პანდორას ვერსია. ბორევის ვერსია კი ასეთია. ეს ნათქვამი მაქვს მე, მაგრამ კიდე შეგახსენებთ, რომ თითქოს და ამ მთვარით როგორც ხომალდით, მთვარი ხომალდია სინამდვილეში, რომ აქ მთვარით დედამიწაზე ჩამოფრინდნენ არსებები, ადამიანის მაგვარი არსებები, ადამიანები შეიძლება ითქვას, რომლებსაც ჰქონდათ მოგრძო თავის ქალები. ხო. თუმცა შეიძლება რომ მათაც ატლანტები უწოდო. და სხვათა შორის კი, როკშელერებზე ამბობენ, რომ დრაკონელები არიანო გენებით, მაგრამ ის შემდგომ ეგენი ხომ შეერინდნენ ერთმანეთს. სინამდვილეში ეს როკშელერები თუ როკშილდები უბრალოდ როკშილდების შთამომავლობას აქვს ეტყობა თუდა წაგრძელებული თავის ქალა, ოღონდ არც ისე გძლად, თუდა კოხტა წაგრძელებული თავის ქალა და ამ ეს პროდუნტები არიან ამათი წინაპრები, რადგან თავიდან მე მახსოვს ისტორიის საგანში ეხატა მოგრძო თავები და ეხურად კოკოშნიკებს უძახიან. ხო, და ხალხს ხომ კითხვა გაუჩნდებოდა თუ რატომ აქვს დაუშვათ ამ ადამიანებს მოგრძო თავის ქალები და ისეთი აბსურდული გამართლება მოუნახეს ამას ყველაფერს, რომ თითქოს და მოდაში შემოვიდა წაგრძელებული თავები და ბავშვებს თავიდანვე უგრძელებდნენ თავებს. თითქოს და ხო, რაღაცით უპრესავდნენ და ასე უგრძელებდნენ თავებს. კი, ახლა თუ ფორმაში ჩადე თავის ქალა,
რაღაც დეფორმაციას მიიღებ, მაგრამ ეს თავის ქალების წაგრძელება იყო გენეტიკური. ისინი იყვნენ, ვისაც ადრე საფრანგეთში, უფრო საფრანგეთზეა საუბარი. სხვა ქვეყნები არ იყო წარმოდგენილი იმ ისტორიის საგანში. იქ ეწერა ფრანგებზე და სინამდვილეში მე რომ გავიგე მის შესახებ, რომ პრეოდონიტებს წაგრძელებული თავის ქალები ჰქონდათ, მე მივხვდი, რომ ისინი არიან ამ პრეოდონიტების შთამომავლობა და კი იცით, როდესაც დაიპყრეს მიწა რამდენჯერმე იყო, შეგახსენებთ, მიწა რამდენჯერმე იყო დაპყრობილი და როდესაც დაიპყრეს ეს მიწა, რით უნდა გაემართლებიათ, ყველაფერი გადაწერილია და იმ სახით, რა სახითაც ჩვენამდე მოსულია ყველა ინფორმაცია ნებისმიერ საგანში, ნებისმიერ მეცნიერებაში. ხომ ხედავთ, არც ერთი მეცნიერება წინ არ დაძროვა. არა და ვითარდება სამყარო, ყველაფერი ვითარდება. როგორ შეიძლება ერთ ადგილზე იდგას რამე მეცნიერება, ხო? შეუძლებელია, ხალხო. ის კი არა, დედამიწაც კი იცვლება, შეიცვალა და ძველი დედამიწა უკვე არ არსებობს. ხო, არის ინფორმაცია, თქვათ ასე, პრიდანია, სახალხო თქმულებები და ინტერნეტში შეგიძლიათო ეს მოიპოვოთო, ნებისმიერ სახალხო თქმულებას მოიპოვებთო. რამდენიმე წლის უკანდელ დროს, როდესაც კაცობრიობა არსებობდა და არ იყო არანაირი მთვარეცაზე, მაგრამ იმ დროს დედამიწაზე იყო სულ სხვა ბუნება, არ იყო ეს მთები, გორაკები, სწორი ზედაპირი ჰქონდა დედამიწა, იყო სულ სხვა ამინდი და გლობალური კატაკლიზმის შემდეგ, რომელიც ჩამოგავდა წარღვნას, შეიქმნა მთვარე. მე ხმიდა დავამატო, მე თქვენ ერთ-ერთი ვიდეო დაგიდეთ, სადაც საუბარია წელთა რიცხვებზე. აქ ამ წელთა რიცხვებში, ამ ვიდეოში არის მოყვანილი ინფორმაცია იმაზე თუ როდის შეიქმნა ეს სამი მთვარე. ხო, იმ დროს ეს ჩვენი დღევანდელი მთვარეც არსებობდა. ანუ ერთი მთვარე ლელია იყო ჩამოგდებული, როგორც მე თქვენი ვიდეოში გითხარით. მეორე ფატა რაღაც მოხდა იქ და უკვე სპეციალურად არ მოხდა ფატის განადგურება, უბრალოდ რაღაც მოხდა ისეთი, რომ ფატა დაენაცხა დედამიწას. ხო და დარჩა ის მთვარე. მაგრამ, როდესაც ატლანტებმა ბევრი წყარო არსებობს, როგორც გითხარით, როდესაც ეს ფსევდონიტები იყვნენ თუ ატლანტები იყვნენ, მთვარე მიიყვანეს დედამიწასთან, სხვა მთვარე იქ არ არსებობდა. ეტყობა ის ფატა და ლელა მოგვიანებით შექმნეს, მაგრამ იქ ნათქვამია, რომ სამივე მთვარე არის ხელოვნური ობიექტები. ხო. და ამ გოგოებსაც თავიანთი ვერსიები გააჩნიათ. ხო, პანდორა ამბობს, ყველას თავთავისი ხილვები აქვს. პანდორა ამბობს, რომ მაშინ გაჩნდაო ეს ობიექტი, ეს მთვარე, დღევანდელი მთვარე. ხო, და ამის შემდეგ მოვიდა სინქრონიზაციაში და მავიწყდა. როგორ მავიწყდება ყველაფერი, ხო გინდა დრო რომ გაიხსენო. პრილივი, ატლივი. ამის ქართული თარგმანი დამავიწყდა. მოქცევა და მიმოქცევა. ხო, სინქრონიზაციაში მოიყვანეს, ანუ მთვარეს უკვე ზეგავლენა ჰქონდა ამ წყლების მოქცევასა და მიმოქცევას. ისა მოქცევა და მიქცევა. თუ არ ცდები. პრილივი, ატლივი. და შემდეგ ცუდად ვამაპარტიეთ, რაღაც ცუდად გახვდი. და შემდეგო დედამიწა დაასახლესო თავიდან.
უბრალოდ რატო გახდით თუდად გეტყვით ახლა არა მე ვცდილობ გულთან ახლოს არაფერი მივიტანო მაგრამ ჩემთვის მიუჩვენელია ხა გარეთ ვიყავი გასული მაღაზიაში 1.5 საათით არა გასული 1.5 საათის მიახლოებით და საერთოდ ადამიანებისგან არა მე არ მიყვარს არც ვერაგულის აქციელია არც ის რომ შენ ცდილობენ შენ ფული ზედმეტი ფული გამოგსტუონ და უშუალოდ რამეს რო ყიდულობ არც ის მიყვარს რომ ვინმე გატყუებს არ მიყვარს მე არაფერი მიყვარს მაგრამ რაღაც ზოგადად ახლა იმ ქალს მივეცი ხო ნისიერ გამოვართვი და 2 ლარი დაუტოვე რომ იმ 10 და 80 გამოკლებოდა იმას ეთყობა არ გახსენდა უცებ და როდესაც დამიბრუნა 20 თეთრი და როდესაც მე უთხარი ახლა რამდენივად გადასახდელი იგივე თანხა გაიმეორა შეიძლება უცებ არ გახსენდა მაგრამ ბევრი შემთხვევებია ისეთი რომ მაინც ცოტა ვინერვიული ლარსა და 2 ლარს კი არა საქმე მე ხო ჩემი ანგარიში მაქვს როდესაც ფული გელევა ან გამოგელია და შენ რაღაც შემდეგ სანამ ჩაირიცხება კი ველოდები ახლა ჩარიცხოს მაგრამ სანამ ჩაირიცხება შეხომ იმედი გაქვს რომ აი ეს ფული ამაში დახარჯავ ამ ფულს ამაში დახარჯავ ხო მე ის 2 ლარი მიდო დაუტოვე რომ არ მიდო და ის ნისია ბევრი ყოფილიყო მოახდება მეთქი თქვი ის ლარი და 80 და რო გაიმეორა ისე ნუ ცოტა შეიძლება არ უთხოვს არ გახსენდა უცებ 10 და 80 იმიტომ რომ შემთხვევა მქონია მე როდესაც ორჯერ გადავუხდებებია ჩემთვის ვალი და ვერაფერი ვთქვი ახედა იმ ქალმა რეულში წაშლილი ქონდა იმას იქნებოდა წაშლილი მე ვერაფერს არ მტკიცებ მაშინ უნდა იკამათო იჩხუბო ახლა კიდე გულთან არ მიმიტანი ეს ამბავი ეგებს შეეშალა მეთქი მაგრამ მაინც მოქმედა ჩემზე მაინც მოქმედა იმიტომ რომ ეს არის ადამიანური ასე ვთქვათ ადამიანური ფაქტორი ხო პანდორა ამბობს რომ დედამიწა არაერთხელ იყო განადგურებული და ახლაც მოსახლეობა რომ ცხოვრობს დედამიწაზე სინამდვილეში არის სულ ახალი თურმე კი ჩვენ რაღაც ისტორიებს გვიყვებიან ბევრი გადაურჩა ბევრჯერ გადაურჩენ ხალხი სადარ გარბოდა ბევრი მიწაში ჩავიდა კი იცით მიწა არის სიცარიელე არის გამოქვცარიელი გამოქვაბულები სადაც შეიძლება ცხოვრება იმხელა ზომის გამოქვაბულებია რომ რამდენიმე 1000 კილომეტრს ითვლის და იმისთვის რომ დედამიწა ისე აღადგინო და რომ ისე აღვადგინოთ ცოცხალი მაპატიეთ და რომ აღვადგინოთ ცოცხალი ყველა ცოცხალი არსებები ეს თვარე საჭირო იყო მაგრამ მე კიდევ შეგახსენებთ რომ ძალიან ბევრი ვარიანტები ამ თვარის გამოჩენის წყარო კარგით მოდით ამაზე არ დავაფიქსიროთ ჩვენი ყურადღება იმიტომ რომ ამაზე მეტი სული საკითხებია დრო რომ მოვა ჩვენ ყველაფერს გავიგებთ და ადრე იყო ერთი დიდი მატერიკი სახელწოდებით პანგეა და ეს მატერიკი დაიშალა რაღაც გლობალური კატაკლიზმის დროს ცოტა გოგოები არეულად ამბობენ კი ახლა დაზუსტებით არავინ არაფერი იცის ესენი ხედავენ კი მიახლოებით თქვენს რაც მე თქვენ თვალის გაგიწერეთ მაგრამ რატომღაც ეს ამათ გონიათ რომ ეს მესამე თვარე არ არსებობდა როდესაც ლელია და ფადა დაიღუპა ჩამოაგდეს ლელია ჩამოაგდეს ფადა ჩამოვარდა მაგრამ იქ იმ ვიდეოში ნათლად არის ნაჩვენები რომ 3
მთვარი არსებობდა დედამიწაზე. მე რომ თქვენ წარმოგიდგინეთ წელთაღრიცხვასთან დაკავშირებით. ხო, რა დროიდან იწყებოდა წელთაღრიცხვა და იქ აგრეთვე არის აღნიშნული თუ რა დროიდან დაიწყო წელთაღრიცხვა. იმ დროს, როდესაც მთვარეები არსებობდა და რასთან იყო ეს დაკავშირებული. და პანდორა ამბობს, რომ მთელი ჩვენი მზის სისტემა იყო ხელოვნურად შექმნილი და სინქრონიზირებული. ლეტალია ამბობს, რომ კიდევ არისო ასეთი აზრი დადისო, რომ ზოგი თვლის რომ დედამიწა მგვრალია, ზოგი თვლის რომ დედამიწა ბრტყელია. მე მინდა გითხრათო, რომ მე მინდა თქვენ მოგიყვეთო ჩემი ხილვა. ხო და პანდორა ამბობს, რომ კარი დაკეტილი მაქვს ისე დამცხა. პანდორა ამბობს, რომ ამ შემოჭრების დროს მარტო დედამიწა არ იყო დაზიანებულიო, სხვა პლანეტებიც იყო. ამიტომ ცივილიზაციებიო, რომლებიცო ყველაფერს ასწორებდნენო, ისინიო, ხო, და საერთოდ პლანეტები რა საკურველიო ცოცხალი არსებები არიანო, მაგრამ ყოველ პლანეტაში დევსო ბუნებრივი გაცნობიერებული ხელოვნური ინტელექტი. ოღონდ ის ინტელექტი არა, ახლა რომ ნეგატიური ინტელექტია გავრცელებული დედამიწაზე და ამბობენ რომ ინტელექტი ეს კომფორტულიაო. იცით რა, რამდენი კომფორტული მხარე აქვს ხელოვნურ ინტელექტს, იმდენი სარისკო მხრებიც აქვს. იმიტომ რომ ეს ხომ მანქანა ჩვენ როგორც მანქანას კი არ უნდა უყურებდეთ ამ ხელოვნურ ინტელექტს. ხელოვნური ინტელექტი დროს აკარგავს რომ განვითარდეს. ის ჩვენა ადამიანებს გვეძარება ფიქრი, მოქმედება, ის დროს აკარგავს. და ეს პლანეტის ბუნებრივი ინტელექტიო ეხმარება პლანეტას გარეგნობის გამოსწორებაში, ანუ აღადგენს ყველაფერს. ხო, და იმასო კიდევ ერთხელ ვამოწმებ, რომ ჩვენი მზის სისტემა იყო შექმნილი ხელოვნურად და გამოანგარიშებულად. და რატომ ამბობს პანდორა ამას? საერთოდ სხვა მზის სისტემები სხვაგვარადაა მოწყობილი. მაგალითად, მზის გარშემო იქ პლანეტები ტრიალებენ ქაოტიურად, როგორ ზომის მიხედვით კი არა განლაგებული, როგორც ჩვენ სისტემაში, არა, არეულადაა განლაგებული. დიდი პლანეტა, შემდეგ პატარა პლანეტა, შემდეგ დიდი პლანეტა, შემდეგ საშუალო პლანეტა, ასე. მაგრამ ხოლო ჩვენ სისტემაშია ის წყობა, რა წყობასაც ჩვენ გვასწავლიდნენ. ჩვენ სკოლაში მზის სისტემას გვასწავლიდნენ, იმ წყობით, რა წყობითაც მოვიდა დღემდე. ეს წყობა შეიქმნა სპეციალურად ხელოვნურად დააწყვეს პლანეტები ზომების მიხედვით. და ლეტალია ამოწმებს ამას. მეც ვამოწმებ, რომ ვეთანხმებიო პანდორას ნათქვამს, რომ ეს ასე არისო. ყველაფერი არისო დამოკიდებული დამკვირვებელისაგანო. როგორ დამკვირვებელი როგორ აღიქვამსო ამა თუ იმ პლანეტას, ამა თუ იმ სისტემას. ხო, და ახო ახლა დასვესო შეკითხვა მიწის ფორმაზეო. ზოგი ამბობს, რომ ის ბურთის მაგვარია, ზოგი ამბობს, რომ ის ბრტყელია. მე მინდაო თქვენ მოგიყვეთო ჩემი ხილვა. მე ვარ ადამიანი. ჩვენ თავს ვთვლით ცოცხალ ფიზიკურ ობიექტად. როდესაც ჩვენ ავდივართ ჩვენ მაღალ ასპექტებთან, ჩვენ გვესმის, რომელიც არის ცოცხალი ობიექტი, ანუ მიწა არის ცოცხალი ობიექტი, რადგან მიწას ზევით, როდესაც ზედა ასპექტებს უახლოვდები, მაშინ მიწას ხედავ სხვაგვარად. ოღონდ ეს მიწა არის ერთიანის ნაწილი. ჩვენ ვიმყოფებით განსაზღვრულ მატრიცულ თამაშში. და როდესაც ჩვენ მიწას ვაკვირდებით ზედა წერტილიდან, ჩვენ გვესმის, რომ ობიექტი, ეს ჩვენი ფიზიკური დედამიწა, არც ისე მნიშვნელოვანი, არც ისე ბრტყელი, და თუ ჩვენ გრძნობთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით თამაშში, ამ შემთხვევაში ჩვენ შიგნით გრძნობთ სიმჭიდროვეს. მაგალითად, მაგიდა რომ დაახაკუნებ
ხმას გამოსცემს, ხო? ჩვენ არ შეგვიძლია მაგიდაში ხელი გაუშვიროთ, ეს ხე არ გაუშვებს ჩვენ ხელს, რადგან ჩვენ წარმოვიდგენთ მასე ამ მაგიდას, რომ ეს არის მკვრივი საგანი და ხელი მასში არ გავა, რადგან ჩვენ გვინდა რომ ეს ასე იყოს და ამ სიმჭიდროვეს აი ჩვენ მაგალითად შთავაგონეთ ჩვენ თავს, რომ მაგიდა არის მაგარი ბრტყელი, ისა მჭიდრო, ფსკელი და ჩვენ მაგიდაში ხელს ვერ ჩავყოფთ. ჩვენ გვიდა მასე გვეგონოს რომ დედამიწა მაგალითად ბრტყელია, ვისაც უნდა ეგონოს რომ დედამიწა ბრტყელია, ვისაც ჯერ ამის ის ხედავს ბრტყელ დედამიწას, ის ხედავს სიმჭიდროვეს, რადგან მას მასე უნდა, მაგრამ თუ თქვენ სულიშიქ წარმოიდგენთ რომ არა, თქვენ თავს თუ ეტყოთ რომ მე თამაშის მონაწილე არა ვარ და ეს ყველაფერი რასაც მე ვხედავ არ არის მჭიდრო, სინამდვილეში მართლა არ არის, ეს ყველაფერი არის галлюცინაცია, ასახიან მაგას ჰოლოგრამა, ეს ყველაფერი არის ჩვენი მესამე და მეოთხე არა ხო მესამე და მეორე ჩაკრის მუშაობის შედეგი. ჩვენ ყველაფერს რასაც ხედავთ ამ მესამე და მეორე ჩაკრის დახმარებით და ენერგიას, ინფორმაცია, რომელიც ჩადის ჩვენ ხერხემალში, აგრეთვე ნაწილი გადის თვალებში, ხო? და ნაწილს ჩვენ ხელად ვაფიქსირებთ თვალებით. წარმოვიდგენთ, თორემ სინამდვილეში ჩემ გარშემო არის სიცარიელე. სიცარიელესაც არ ვიტყოდი. ეს ყველაფერი სიცარიელე არ არსებობს. ჩემ გარშემო ეს ყველაფერი არაა უბრალოდ. არაა. სინამდვილეში არ არის არც მაგიდა, არც კარადა, არც კარები, არც ტანსაცმელი, რომელიც მიმაცვია. არ არის, სინამდვილეში არ არსებობს. და ჩვენ ვართ სინამდვილეში სულიერი, სული ვართ და პატიეთ ეს შიგ ჩამიტნევია და ხო, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ, რისი დანახვა გსურს და გვინდა. ხო, აი მე ცალკე ამ თემაზე ბორევის წიგნიდან ცალკე ვიდეო დავდე. ოღონდ არ მახსოვს. კი, დასახელება არ მახსოვს, მაგრამ იქ ჩაკვრები ხატია. ხო, მაგით შეგიძლიათ მიაგნოთ ბორევის წიგნი. წიგნის ეს ნაწილი. და ყველაფერი რაც მოძრაობს, ეს ყველაფერი არის არ არსებობს სინამდვილეში. ეს არის ჩვენი წარმოსახვის უნარი. ფაქტიურად ჩვენ ვართ აი სიზმარში როდესაც რამეს ეხებით, ხო სიზმარია, მაგრამ როდესაც რამეს ეხებით, ჩვენ გრძნობთ იმ სამაგეთად ბოთლს. ჩვენ გრძნობთ, რომ ბოთლი გვიკავია ხელში და ბოთლში წყალს რო ვასხამთ სიზმრად, იმასაც გრძნობთ, რომ წყალს ვასხამთ. მაგრამ განა ეს თქვენი რეალობაა? კი, ის არის ასტრალის რეალობა. ის კი არა ადამიანი რომ მოხდება და მოხდება ასტრალში, ის ჯერ ვერ აცნობიერებს იმას, რომ ის მკვდარია. ის როგორც რეალურ ცხოვრებაში იცი აგრძელებს იქ ცხოვრებას. წარმოგიდგენიათ? იმიტომ რომ მას ჯერა რომ ის არა მკვდარი, არამედ ჯერ კიდე ცოცხლობს და როგორც ცოცხალი ადამიანი ცხოვრობს. აი ამდაგვარი სიტუაცია. ხო, ცოტა რთული გასაგებია. ის კი არა მე ყველაფერს მიკვირს და უყო თითქმის ყველაფერი გაცნობიერებული მაქვს, მაგრამ მაინც
ბოლომდე ჯერ კიდევ მე არ მაქვს ათვისებული ამდაგვარი ინფორმაცია. ყოველთვის მაკვირვებს, ყოველი ახალი ინფორმაცია მე მაკვირვებს, ყოველთვის რაღაც ახალს გებულობ. და ლეტალი ამბობს, როდესაც ჩვენ არ ვაიგივებთო ჩვენ თავს ჩვენ ხეულთან, ხო? ანუ მაგალითად ზოგი ფიქრობს, რომ ის ერთია, სული არაა და ისეთი სხეულია, ხო? მაგრამ როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავის სულს და არ აიგივებს მატერიალურ, ფიზიკურ სიმჭიდროვეებთან, ის აცნობიერებს, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი არ არსებობს. ეს სიბრტყე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სინამდვილეში, თურმე არ არსებობს. ფიზიკა სინამდვილეში თურმე არ არსებობს. კი, ეს არის ენერგია. უბრალოდ გამაგრებული ენერგია. თორე ფიზიკა როგორც სინამდვილეში არ არსებობს. მაგრამ ეს არის ტყელი ვიბრაცია. დამძიმებული ენერგეტიკული ტყელი ვიბრაცია, რომელიც ინფორმაციული ველით, რომელსაც უпростоრად, რომელსაც ინფორმაციული ველით უკავია სტრუქტურა. ვითომ ფორმები, ამა თუ ეს თუ ის ფორმები და უწოდეს მას, ამა თუ იმ ნივთს, ამა თუ იმ ასე ვთქვათ, საშუალებებს არქმევს, სახელებს, ნივთებს და ეს არამხოლოდ ადამიანს ეხებაო, ეს ეხებაო სხვა პლანეტებსაც, ვარსკვლავებსაცო. თუ ავიღებთ ჩვენი აზრის, აზროვნების, გამგზავრების წერტილს, ჩვენ მიხვდებით, რომ მთელი ეს ბრტყელი მატერია, ფიზიკური მატერია არის ღვთაებრივი, არამატერიალური გამოვლინება და აქ შეიძლება ნებისმიერი თამაში იყოს. და რადგან ადამიანი ხედავს თავისი ცნობიერების პრიზმის მეშვეობით, ის ხედავს ფორმას. და ერთ-ერთი მაპატიეთ გავითიშულცე. და არც ერთი ცოცხალი არსება არ ხედავს ობიექტს და მის გარშემო სივრცეს ერთნაირად. ყველა ახიქვავს ობიექტს ან სივრცეს თავისებურად. ამიტომ, როდესაც კითხვას ვამენ, თუ როგორი ფორმისაა დედამიწა, პასუხს ვერ გასცემ ამ კითხვაზე. ვერანაირ პასუხს ვერ გასცემ, რადგან ის ისეთია, როგორიც გინდა თქვენ იყოს, როგორი ფორმით გინდა თქვენ იყოს, როგორიც გაგება გაქვთ თქვენ, როგორ გაგებას მიეჩვიეთ თქვენ. ადრე მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს, მე ვამატებ, რომ საბჭოთა კავშირის დროს არავინ არ მსჯელობდა იმაზე თუ და არც კამათობდნენ თუ რა ფორმისაა დედამიწა. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ რადგან სკოლაშიც ასე გვასწავლიდნენ, რომ დედამიწა არის ბურთი, სფერო. ახლა კი სამყარო გაიყო ბრტყელ მიწის მომხრეებზე და ბურთის ფორმის მომხრეებზე. და ეს ჩამოგავს იმას პასუხს იმ კითხვაზე, რა იყო პირველად, წიწილა თუ ქათამი, უпростоრად წიწილა თუ კვერცხი. ამაზე პასუხს ვერავინ გასცემს, ისევე როგორც ვერ გასცემს ვერავინ პასუხს, დედამიწა როგორი ფორმისაა. ამიტომ ლეტალია ამბობს, რომ დედამიწის ფორმა არის მრავალგანზომილებიანი. და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ განზომილებაზე და რომელ წერტილს თქვენ იყოფებით როგორც დამკვირვებელი. დაუშვათ, რომ მიწა უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გვხსნით. რომ ანტარქტიდა შეიძლება იყოს ჩვენი პლანეტის რაღაც მცირე ნაწილი. ჩვენ კი ვიყოფებით კედლის მიღმა, რომ კედლის მიღმა არიან ცივილიზაციები, რომლებიც კურირებენ ჩვენ ამ სათამაშო მოედანს. ხო და ჩვენ
ამას ხედავდით თქვა პანდორა და მე მინდა დავამატო რომ მე ამ საკითხებთან გაცნობა დავიწყე გითხარით ირინა პოდოროვას არხით და ვედებით. ხო, პირველ რიგში რასაც მე გავეცანი ეს იყო ვედები. ვედებშიც ამბობენ. მაგრამ ვედები ამბობენ რომ დედამიწა არის კვერცხში გამოკეტილი და კვერცხის ფორმისაა, ხო, 7 რფა კედელი აქვს და ეს ჩვენ გამაგებული ვართ შუაში. მე დავდე ვიდეო, ახალი ვიდეო მაქვს დადებული, რადგან იქ ძველი ცოტა სხვაგვარად ჩემი ხმა კატარაკტა მქონდა, ასოებს ვერ ხედავდი და ცოტა ისინერად კითხულობდა, მე თავიდან გადავიხე ეს ვიდეო. თავიდან გადავიხე და დავდე. იმიტომ რომ მე კოსმეტი და ნახატები ყველაფერი შენახული მაქვს, რასაც ახავ წერ, თუ რამე დავწერე. თუ პირდაპირ არ თარგმნი, ყველა კოსმეტები მაქვს შენახული. მათ შორის ბორეევის მithumetes ბლავაცკაიას მე როგორ გადავაგდებ, დავაგდებ იმ თარგმანში კიდე თან წაკითხვამი და მაგის და წიგნი ტელეფონში და ტელეფონი უნდა გავანთავისუფლო, მეხსიერება აგრეთ უგვია და კოსმეტების შემენახება. თან ახლა შემიძლია წაკითხვა კონსპექტების და რა მინდა გითხრათ ახლა ამ ვედების მიხედვით ჩვენ ვართ გამაგებული ასე შუა ადგილას, მაგრამ ჩვენ სადაც ჩვენ ვართ ასე ყინულოვანი კედლით შემოღობილი, მარტო ჩვენ არა ვართ. ამ კედლის მიღმა კიდე არის სივრცეები, კიდე არის ცივილიზაციები. სხვათა შორის მე ამის გამო წავიკითხე პოემა ოდისეი რუსულად. და რადგან ამ პოემაში ეს პოემა წარმოდგენილია კი როგორც პოემა, მაგრამ ეს პოემა აგრეთვე წარმოდგენილია როგორც ისტორიული მოთხრობა ცივილიზაციებზე. იმიტომ რომ ეს ოდისეი მართლა არსებობდა იქ რაზეცა მოყოლილი ყვება გომერი გადმოსცა მსმენელს მისი ცოდნა. ასევე შეიძლება ითქვას პუშკინზე, ასევე შეიძლება ითქვას გოგოლზე და ტურგენევზე. ბევრი რამე არის დაშიფრული, ძალიან ბევრი რამე. და ხო, და იმაზე თუ რას ხედავ ჩვენ ყინულოვანი კედლის მიღმა, ეს იმასეა დამოკიდებული თუ რომელი განზომილებიდან უყურებთო დედამიწას და რომელ თამაში იღებთო მონაწილეობას. და დეტალია უმეტეს რომ თავიდან დედამიწა იყო ერთი, მაგრამ განზომილებები ამაღლებასთან ერთად დედამიწა დაიყო განზომილებებზე. ჯერ დაიყო ასტრალურ პლანზე, ეთერულ პლანზე, შემდეგ ფიზიკურ პლანზე. ხო, და კითხვა დაუსვა ერთმა სვენელმა გოგოებს თუ ის ხალხი რომლებიც გადავლიანო და ის ხალხი რომლებიც დარჩებიანო ნახავენო თუ არა ერთმანეთს, ხედავდენო იქნება თუ არა ერთმანეთს. პანდორა პასუხობს რომ არა, თუ ვიბრაციები არ ემთხვევა იმათ ვინც უფრო მაღლა ასული, დაბალ ვიბრაციულები ვერ ნახავენ იმ მაღალ ვიბრაციულ ადამიანებს ვინც მაღალ ასე ვთქვათ განზომილებაში ავიდა. იმიტომ რომ დაბალ ვიბრაციულებს არ ყოფნითო სიხშირე იმისთვის რომ ნახონო მაღალ ვიბრაციული განზომილებაში გადასული ადამიანები. ხო, ანდა იმათ ხედავდნენ იქნებიანო როგორც მოჩვენებებს. სინამდვილეში კი ყველანი არისო ჩვენ გვერდით, ჩვენ ვართ ერთ სივრცეში. ერთმანეთის გვერდით იდგებიანო და ერთმანეთს ვერ ხედავდნენ იქნებაო. კი, ზევით მაღალ განზომილებაში მყოფი ადამიანები ხედავდნენ იქნება დაბალ ვიბრაციაზე მყოფ ადამიანებს, მაგრამ დაბალ ვიბრაციაზე მყოფ ადამიანები ვერ ნახავენ
მაღალ ვიბრაციაზე მყოფ ადამიანებს. და ის ჩვენი გარდაცვლილი ნათესავები, ჩვენი საგვარეულო ოდესღაც ცხოვრები ადამიანები აქვე არიან ჩვენ გონით, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავ, რადგან ჩვენ არ ვიყოფებით მათ დიაპაზონში. და ახალდანაში იქნება იმდენი მიწა, რამდენიც დონეები, განხილვის დონეები არსებობს. იმდენი მიწა იარსებებს, მიწის ვარიანტები. და იქ იქნება თავისი პირობები, თავისი კვება, თავისი განვითარება. ხოლმე შეკითხვა დამიცვესო, დედამიწაო, სანამ დაპყრობამდე იქნება, დედამიწა დაპყრობამდე ხო სხვა იყო, ხო? და ახლა კითხვა დაუსვა, რომ როდესაც განთავისუფლებაო დედამიწა, ისეთივე იქნებაო, როგორც დაპყრობამდე იყო. რასაკვირველი არაო, პასუხობს ლეტალია. ძველებურად არაფერი არ იქნებაო. მაგრამ ეს განზომილებები ერთმანეთს არ გადაეკვეთებაო, იმიტომ რომ ყველას თავთავისი განზომილებაში ყველას თავისი ამოცანები ექნება. ხო, და ჩვენ ვნახავთო გარდაცვლილებს, ჩვენ გადაცვლილ ნათესავებს, სულებს უფრო სწორად და რასაკვირველია ისინი ჩვენთან მოდიოდნენ იქნებაო სიზმრებში, თორემ რეალურად ვინც არ არის მზად შეიძლება გული გაუსკდესო, ფიზიკურად რომ ნახოსო თავისი გარდაცვლილი ნათესავები, ახლობლები. კიდევ გეუბნებით, ყველანი ვინც დედამიწაზე ვიბადებით, ან დაბადებულან რაღაც მისიები შესასრულებლად. და როდესაც ვინმე გარდაიცვლება, ეს სიფთილე არ არის ნამდვილებში, არამედ უბრალოდ ფიზიკური სხეული ჩვენ გვაძლევენ ჩვენ საკმარის ენერგიას. აი მაგალითად, როდესაც სამოგზაუროდ სალაშქროდ მიდიხართ, თქვენ ხო თქვენი საკვების მარაგი მიგავთ, საკვების მარაგი, ტანსაცმელი, წამლები, ყველაფერი რაც გჭირდება, ხო? საჭირო. აი ასეა, ჩვენ აქეთ რო გვიშვებენ, ჩვენ გვაძლევენ ენერგიას. იმდენ ენერგიას, მაგალითად შეიძლება დედამიწაზე ჩვენ უნდა გაატარო 1-5 წელი. შეიძლება 3 დღეც. ხო? ხდება ისეთი ამოცანები, ან შეიძლება 40 წელი, 50 წელი, 70 წელი და ჩვენ ხოლმე ხო ვამბობთ ახალგაზრდა რო ხდება, რა ახალგაზრდა, ჯერ უნდა ეცხოვრა და დედაზე ადრე, მშობლებზე ადრე წავიდაო. არა. ეს არაფერ შუაში არა. კი, მე არ ვიცი, მე დედობა არ ვიცი რა არის და რასაკვირველია, დედის მშობლებისთვის წარია შვილის, რომ მათზე ადრე მიდიან შვილები, მაგრამ იმიტომ რომ სიყვარული აკავშირებთ ყველას, დედა და მშობლებს და შვილებს ერთმანეთში, მაგრამ მას არ უნდა ვიფიქროთ. ის მოვიდა რაღაც მისი რაღაც ამოცანის შესასრულებლად, მოვიდა და იმ დროს უნდა წასულიყო. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შენ მაგალითად უნდა გეცხოვრა 70 წელი, მაგრამ შენ თავი მოიკალე და 55 წლის ასაკში, 34 წლის ასაკში წახვედე. შენ არავითარ შემთხვევაში ვერ დატოვებ მიწას, ვერ დატოვებ, იმიტომ რომ შენი დრო სანამ არ მოიწურება, შენი სული დაბორიალოდეს იქნება მიწაზე. სანამ ის 70 წელი არ მოიწურება. მაგრამ არის ზოგჯერ მაგალითად პიროვნებამ უნდა იცხოვროს ხო 80 წლამდე, 60 წლამდე, მაგრამ მას კლავენ. ამ შემთხვევაშიც პიროვნება სანამ არ მოწურავს ამ თავის ციკლს, სული, სანამ არ მოიწურება ეს ციკლი, სული ვერ დატოვებს დედამიწას. ვერაფრით ვერ დატოვებს. და ასე შემდეგ. მაგალითად ჩვენ რო გადავალთო იქ იქნებიანო ადამიანები, რომლებმაც გააცნობიერესო თავისი გზა, თავისი თავი, მაგრამ იქნებიანო ნაკლებად გაცნობიერებული ადამიანებიო, მაგრამ ის სყურბლი საზღვარი გადალახეს. ანუ კარგი ადამიანები იყვნენ. კი, შეიძლება არ არიან გაცნობიერებული იმ დონემდე, მაგრამ იყვნენ კარგი ადამიანები და მათ მიეცათ შანსი. და თქვენი ვიბრაციების გასვლასთან ერთად, ამაღლებასთან ერთად თქვენ შეიძლება რა დონეზეც ამაღლდება თქვენი ვიბრაციები, თქვენი
სიხშირე შეიძლება იმ სიხშირის დონის რაღაცები ნახოთ, ვიღაცები ნახოთ. არ შეგეშინდეთ, იმიტომ ეს ყველაფერი გადაიტანეს თავის თავზე პანდორამ, ლეტალიამ, ბევრ ამის ხედავდნენ. ლეტალი ამბობს, რომ ამდენიმე წლის უკანო ჩემთან კონტაქტში შემოდიოდა მთელი ასტრალური სამყარო. ჩემთან მოდიოდნენ არსებები და რაღაც კონტრაქტების დადებას ცდილობდნენ. შემდეგ ჩემთან მოდიოდნენ ანგელოზები და არხანგელოზები. ახლა მე გამახსენდა გამოცდილება შემთხვევები, რაც მე ხვდება ხოლმე. ასე თუ ისე მე შიშები გადავლახე, კი, რაღაც გადასალახი და დასამუშავებელი რაღაც კი არა, ბევრი რამე მაქვს კიდევ ჩვენ ყველას. მე მაგალითად ჩემ შემთხვევაში რაღაც ბარიერები, რაღაც ისეთ საკითხები მაქვს დასამუშავებელი, რაც დრო და დრო მე შემახსენებენ, რომ შენ ეს არ აქვს დამუშავებული. და ხოლმე რომ დახუჭავ თვალეს, ხელებს ისედაც ჩანს, რომ წამოვწევი. ხედავ რაღაცას მაგალითად, ისეთ ყვავილებს ხედავ, ისეთ ლამას ყვავილებს, მე ვცდილობ მაგი გადავხატო, მაგრამ ვერ ვხატავ ისეთნაირად, როგორცაც ხედავ. ღვთაებრივი ყვავილები. და ხანდახან ჩემ თვალებს ხედავ ხშირად, ძალიან ხშირად თვალები გამოჩნდება, ცხოველების, ფრინველების, ვცნობ თვალის ფორმით, ფრინველია, ცხოველია თუ ადამიანი. ხო და ხანდახან გამოჩნდებიან ჩემთან მოვლიან ჯერ ძაღლის სახით. შემდეგ ეს ძაღლის სახე, ან კატის სახე გადაიქცევა მონსტრის სახედ. რამდენჯერმე ხელვაში მინახავს დრაკონიელები, სახე დრაკონიელებისა. რამდენჯერმე მინახავს კბილებიანი, ბასრიანი კბილებიანი რაღაც არსებების სახე. ვითომ ცდილობდნენ შევეშინებინეთ, მაგრამ არანაირი რეაქცია პრიქით იქეთ ვეჩხუბებოდი და ვეუბნებოდი გაქრე მეთქი. თუ რამე არასასიამოვნო ნახე, ვეუბნები გაქრე მეთქი. და არა, არ მეშინია. აგრეთვე ვხედავ მაგალითად როგორც კინოს ისე, აი ჩემ წინაშე ვითომ ფირი გადის, მანქნებს, ხახს, ფაციფუცობს ვინმე, ან ბევრი ამდაგვარი რამ, ახლა არ დავიწყეს სიუჟეტების მოყოლას. და მაგალითად ხმაურები, ხო, ხმაურები. აქანი ახლა მე ტახტი ლოგინი შემცვალე ტახტი. ჩემ ხაზე გამომთა ტახტი. კი, 1-3-4 დღე გავწვავდი, ძვლები მткиოდა. ბარძაყის ძვლები. რომ აწვების ადგილი მткиოდა, ხო და იდაყვებიც მткиოდა, მაგრამ შევეჩვიე მერე. და ხოლმე აქ ხო ვზივარ მე ინტერნეტი ყოველთვის არ მაქვს ჩართული, მაგრამ რაღაცას ვაკეთებ მაგიდასთან ვზივარ. თუ ძალიან სიცივე არა, თუ სიცივეა წვები, რომ გავწვე. რადგან სიცივე ჩემი წელქვეშ, წელიდან დაწყებული ვცივდები. მეყიდება ყველაფერი, რადგან პრობლემები მაქვს, თორემ მე მცივანაძე არ ვიყავ. და ეს პრობლემები ყინვაში ვიჯექი და სიმინდს წვინდავდი. ვშნიდი. მარტო მე ერთ წელს მამაჩემმა მოიყვანა ტონა სიმინდი და მე გავწვინდე ყველა. იმ საყინულეში მეზობლის სახლში ვიჯექი მეორე სართულზე, რომ დავამთავრე, სახლში მივედი, ვერ გავთრი. ამიტომ მე პრობლემები მაქვს, თან დიაბეტი და მაგრამ წარსულს არ მინდა გავიხსენო წარსული. თავარია ცხოვრება მასწავლა, რომ ხნეთ უნდა ვიყო და აქ ვსივარ მაგიდასთან. ვიცი რომ ოთახში ჩემგან არავინ არაა, ხო? თითქოს ვიღაცა დივანზე, ტახტზე დადისო. გადაიარა ან რამდენჯერმე ეს ხმა მომესმა. არა, რატომ და შემშინებოდა? უბრალოდ მიხვდი, რომ მე მარტო არა ვარ ამ სივრცეში.
რაღაც არის, ან რაღაცა გაიარა ჩემ ტახტზე. გაიარა, მართლა გაიარა. სულელი ხო არა ვარ? არა ვარ სულელი მე. ყურშიც არ მაკლია, თვალში კი მაკლია, მაგრამ ისეთი ყურისმენა მაქვს, ლოკატორი პოტიკია. მაგარი ყურისმენა მაქვს. შეიძლება ჩურჩული გავიგო. კი. და აი გაიარა რაღაცა. ოცო ვის შეშინდებოდა. მე არ მინახავს არავინ, მაგრამ ყურით ხომ მივხვდი რომ რაღაცა ან წევს ან გაიარა, ხმაურია რაღაცნაირი, სპეციფიკური. ხმაური. და შეიძლება კიდეც ვნახო ვინმე, რა ვიცი. ასეთ რაღაცებს თქვენც ნახავთ. აუცილებლად თქვენ ხო იღვიძებთ, რა დონეზეც გაიღვიძებთ, იმ დონის არსებებს ნახავთ. არ შეგეშინდეთ, პირიქით, არ უნდა შეგეშინდეთ. არავინ არაფერს დაგიშავებთ თქვენ. არავინ. ვინმეს უნებელი არსებების ბევრია იმ ქვეყანთ, იმ სივრცეში. ახლა ტერიტორიაზე მაგალითად მე ამ პატარა ოთახს ხირავობ, მაგრამ ამ ტერიტორიაზე სხვა დონეზე, ეფირულ, ასტრალურ, მენტალურ, სხვა დონეებზე შეიძლება სულ სხვა ვიღაცები ცხოვრობდნენ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, ხო? ჩვენ ვერ ვხედავთ. შეიძლება იმათმა დაგვინახონ. რა ახლა ყველაფერს ვერ ვხედავდით, წარსულში ვამბობ. ადრე ვერ ვხედავდით, ახლა ვნახავთ. მოჩვენებები არ გეგონოთ. არ შეგეშინდეთ. არ ხედავთ, მე თქვენ გამზადებთ. შიში, აი წარმოიდგინეთ, მე როგორ მივაჩვიეთ ჩემი თავი გეტყოთ. ვეკითხებოდი ჩემ თავს, აი შენ ესენი რო ნახო, ისინი რო ნახო, როგორი რეაქცია გექნება. ახლაიდან შეაჩვიე შენი თავი, მე რომ პანიკაში არ ჩავარდე. მე ასე ვარწმუნებ ჩემ თავს. საშიში მონსტრიც რომ ნახოთ. თქვენ თუ შიშა რაც მონსტრი იმ დროს იკრებს ზალას, თუ თქვენი სუსტი წერტილი ნახა, თუ თქვენი შიში ნახა, თუ თქვენ არაფერს შეგეშინდებათ. მაგრამ თქვენ ვერაფერს ვერ გაგიკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენი ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი მყარი ნება. აი ესა. და თვით, როდესაც თქვენ დაუშვათ რომლივინათა სავს უნდა წაგიყვანონ და გათოხნიონ, ან ბავშვს მიხედე გეტყვიან, ან ეს გამიკეთე, ის გამიკეთე, თქვენ დაფიქრდით, კი, დახმარება რასაკვირველია, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, უნდა დავეხმაროთ, ყოველი იქნება, ადამიანი იქნება, მაგრამ არ შეგეშალოთ დახმარება არ შეგეშალოთ, უნდა გაიგოთ ეს ამ ადამიანს მართლა შეიძლება თქვენი დახმარება თუ თქვენი ესე იგი თქვენ დროს თქვენი დრო და თქვენი ფული არის თქვენი ენერგია, სასიცოცხლო ენერგია, როდესაც ვინმე თქვენ დროს გპარავთ, დროის მოპარვა, როდესაც შენ არ გეკუთვნის ისე, რაღაცას გაგეცებიებიან, არ გევალება ისე. სასიცოცხლო ენერგია მიდის. როდესაც გპარავენ ფულს ან გიტეხავენ ფულს, ეგიც ენერგია. როდესაც აი რაღაცას გავალდებულებენ, თითქოს ან შევალდებული ხარ, მაგრამ შენ არ გევალება. და შენ გაიძულებენ გაგაკეთებიონ. ეს უკვე მონობა. შენ რადგან ხარ სხვა გარემოში და ისეთ გარემოში რომ ვერსაც წახვალ და შენ ამის გამო გაიძულებენ შენ თავიანთ ჭკუაზე გატარონ, ეს უკვე მონობას უდრის. რასაკვირველია, რთულია ამ დროს რჩევა მისცე ადამიანს. მე თვითონ ბევრჯერ ყოფილი ვარ ასეთ მდგომარეობაში. მოდით გავაგრძელოთ. და ლეტალი ამბობს, როდესაც ჩვენ უფრო მაღლა ავალთ ვიბრაციებში. ავიმაღლებთ ჩვენ ვიბრაციებს, მე ასტრალი ჩვენთან კონტაქტში არ შემოვაო. ჩვენ როდესაც ვიბრაციებს, მე ეს საჩინელი არსებები ჩვენ ვერ გამოგვეცხადებიან, რადგან მათზე მაღლა ვიქნებით და ვერ შეგვაჩინებენ.
მე უკვე ჩვენ ინფორმაციას მივიღეთ მაღალი სფეროდან. როდესაც ვიბრაციას ვიმახლებთ, თანდათანობით ჩვენ ვუახლოვდებით მაღალ გაზომილებებს, მაღალ ვიბრაციულ სივრცეს და ჩვენ იქიდან უკვე მათთან შევძლებთ კონტაქტს, მაგრამ სანამ ავიმაღლებთ ვიბრაციებს, ასტრალური დონის წარმომადგენლები შეგვაწუხებენ ხოლმე. შემდეგი კითხვა. სვენელმა დასვა ძალიან საინტერესო შეკითხვა. იყო თუ არა დიდი აფეთქება. რამაც მიცა ბიძგი იმ ყველაფერს, რაც შეიქმნა კოსმოსში. თუ ეს არის მეტაფორა. პანდორა პასუხობს. მეო როგორ ხედავდიო ახლა ამას. ჩვენ ყველა როგორც ფრაქტალებიო, ყველა მომენტებისაო, ამდაგვარი სიტუაცია არისო კოსმოსურ სივრცეში. ენერგიის ზგუსტოკი, გროვა, რომელიც გავს ქალის კვერცხ უჯრედს, ამ ენერგეტიკულ გროვაში დიდი სიჩქარით შედის ბგერა, ფიზიკურ დონეზე ეს მამაკაცის თესლია, სპერმატოზოიდი, მაგრამ იქ ენერგეტიკული ბგერა, სილნეშ звук და ვიბრაციის მეშვეობით განაყოფიერებს ამ კოსმოსურ კვერცხ უჯრედს, რომელსაც წარმოადგენდა ეს გროვა. და როგორ გითხათ, რომ გაიგოთ და ხტებაო აი სვეტოვое შოუ დისკოტეკაზე მაგალითად ხომ არის რომ ნახევრად ისა ნატურები იქრება, აინთება და ამას ქვია სვეტოვое შოუ და ქართულად მოიცადეთ ახლა ნახა და ხდება სინათლის შოუს მაგვარი. ხო, იწყება ამ ენერგეტიკული გროვის უჯრედების, ასე ვთქვათ, დაყოფა და იწყებენ შექმნას სამყაროები და ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არის ქალური ენერგია, ღვთაება, შემქმნელი, ესენი არიან ქალური ენერგიები, რადგან ის არის უჯრედი, საიდანაც ვიბრაციების დახმარებით, ვიბრაციების მეშვეობით იქნება სამყაროები, კოსმოსური ცხოვრება. ჩვენ დუალურ ცხოვრებაში ჩაგვაგონით, რომ ღმერთი არისო მამაკაცი. არა, ღმერთი არის ქალი, ეს არის ქალური ენერგია. მე კი დავამატებ, ბლავატსკაიას აქვს, ბლავატსკაია წეს უпроსტորად, რომ კოსმოსში ყველაფერი არის ორსქესიანი, საშუალო სქესის. ანუ ორსქესიანს უწოდებენ საშუალო სქესს. კოსმოსში ყველაფერი წარმოდგენილია საშუალო სქესის. ორივე დედრობითი და მამრობითი არის ერთში. ხო, ერთში. ბლავატსკაია ხშირად ახსენებს ამის შესახებ, როდესაც მე თარგმნი. ამიტომაც ძალიან რთულია და კოსმოსური კვერცხუჯრედი ბადებს სამყაროებს, ქმნიან სამყაროებს და ყველა ვრცელდება სხვადასხვა სიხშირის დიაპაზონზე. ხო, ლეტალია თქვა, რომ მე ასე ვიტყოდიო, რომ ქალური ეს ენერგია განაყოფიერდებაო ბგერით და შემდეგ იქმნებაო ფორმა. და პანდორა ამბობს, როდესაც ფიზიკურ დონეზე ხდებაო განაყოფიერება, იქ იგრძნობაო სიცხე. ძალიან ცხელაო იქ და ამ რაღაც ცხელიდან, ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან იწყებსო ეს კვერცხუჯრედი იწყებსო დაყოფას. სხვათა შორის დაფიქსირებულია, რომ მეცნიერებით რომ განაყოფიერების მომენტში, როდესაც სპერმა შედის კვერცხ უჯრედში და განაყოფიერებს კვერცხ უჯრედს, ამ მომენტში ნათება ხდება.
ნათება, აფეთქების მაგვარი. შემდეგი შეკითხვა. მართლა უსაზღროაო კოსმოსი? არსებობენ მილიარდი სამყაროები და გალაქტიკები თუ მათი რიცხვი უფრო მეტია? მოვიდაო ასეთი აზრი, რა ეგებო ყოველ წუთში იქმნებაო ახალი სამყაროები და გალაქტიკებიო, რადგან შექმნელის ქმნილებები შემქმნელის ქმნილებების შექმნა არასდროს წყდებაო. ხო, ქმნილების ქმნილება უსაზღრო არისო ამბობს ლეტალია, მაგრამ არის ისეთი მომენტები, როდესაც ზოგი ადგილები იკეცებაო, იხურებაო, კვდებიან, ან აფეთქებები ხდება, ან მაგალითად მზე გადაიქცევა შავხრელად, ან სუპერ ახალ ვარსკვლავად. ისინი გადიან ტრანსფორმაციას და გარდაიქმნებიან ახალ ობიექტში. შემდეგი კითხვა, სვენელი ეკითხება, როდესაც ჩვენ გადავალთ მაღალ ვიბრაციებში, ამ გადასვლას, როგორი კვება გვექნებაო? ტაბლეტების სახით თუ რამე სხვა განსხვავებულიო? პანდორა პასუხობს, რომ როდესაც ჩვენ შევდივართო მრავალგანზომილებიან გაცნობიერებულ სივრცეშიო, ჩვენ გავიგებთო, რომ ჩვენ აქ დედამიწაზე განსახიერდითო სხვადასხვა პლანეტებიდან. კი, მაგრამ არიან ისეთები, მინდა მე გაგარკვიოთ, რომ არიან ისეთებიც დედამიწაზე, რომლებიც შეგნებულად შექმნეს მაიმუნების ჩარევით. დედამიწაზე ცხოვრობდა ადამიანი მაგვარი მაიმუნები და უცხოპლანეტელებმა მათთან ერთად გააკეთეს გადაჯვარედინება და ბევრი ადამიანი გავს, როგორც თქვი მე ადრე კიდევ, ამ ნიკაბით მაიმუნს ხელად გამოიცნობთ, მაინც დაყვება მაიმუნის გენები. ხო, მაგრამ უმეტესწილად ახლა დედამიწაზე მოსული არიან, მით უმეტეს ამ 2000 წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის დროსაც დასაკვირად ბევრი დაიბადა, ეს ვარსკვლავური თესლები. და ამ სხვადასხვა ადგილას, საიდანაც არიან ეს ვარსკვლავური თესლები, მათ აქვთ სხვადასხვა კვების მეთოდი. არსებობს სხვადასხვა კვება. ზოგი ცივილიზაცია იკვებებოდა მზის ენერგიით, ზოგი ცივილიზაცია იკვებებოდა ჰაერით, ზოგი ცივილიზაცია იკვებებოდა ხორცით. ვიღაცა წყალს სვამდა და ის იყო საკმარისი. და როდესაც ესენი ამ მაღალ ვიბრაციული ვარსკვლავური თესლები შემოვიდნენ დედამიწაზე დაბალ ვიბრაციულ სივრცეში, ჩვენ თავს დაგვახვიენ კვების განსაზღვრული ტიპი, რომ ყველა არ ამოვიხოთოთ აქ შიმშილით. და როდესაც ჩვენ სიხშირეების მიხედვით ვიბრაციულად ავიწევითო ზევით, ჩვენ გვეცოდინებათო თუ რომელი პლანეტიდან მოვედითო და მაგის მიხედვით აღვადგენთო ჩვენ კვებას. შეიძლება მე მინდა ვიყო მზის ენერგიის მჭამელი და დავდგები მზის ქვეშ და მზის ენერგიებს დავიჭერ. შეიძლება ვინმე იყო ისეთი პლანეტიდან, სადაც ლავით იკვებებიან. და ზოგიერთს კი დაჭირდება ამდაგვარი ტაბლეტები, რომელსაც ძალევ და რამდენიმე დღე ჭამა არ მოგინდება. ხო, მაგრამ ამავე დროს მაღალ ვიბრაციების აწევისას გაქრება საერთოდ ძროხების კულა, ეს სასაკლავები საქონლის გაქრება, რადგან ამ საქონლის სასაკლაო თავს დაგვახვიეს ჩვენმა მტრებმა, იმისთვის რომ ჩვენი ვიბრაციები დაწეულიყო. და სანამ იარსებებენ ცხოველების სასაკლაოები, ჩვენ ვიმყოფებოდეთ იქნება დაბალ ვიბრაციებზე. საერთოდ ხორცი არის დაბალ ვიბრაციული საკვები, ხორცი, ტკბილეულობა და ბევრი პროდუქტები. და როდესაც აქ დედამიწაზე იყვნენ განსახიერებული არსებები დაბალი სამყაროებიდან, ანუ დემონური სამყაროებიდან, და ის თუ ეს არსებები, რომლებიც განსახიერდნენ ამ
დაბალ ვიბრაციული სამყაროებიდან ჩადიან აქა, ანუ ჩადიოდნენ, მაგათმა კარმა გაანაწილეს ადამიანებს შორის, რომ ეს კარმა თანაბრად დაგროვილი იყო ადამიანებს შორის და ყველას ეგო პასუხი. ხო, ამ ადამიანებში, ვინც რომლებს შორის განაწილდა ეს კარმა, ის ადამიანებია მხოლოდ ვინც ჭამდა ხორცს. ხო, ესე იგი, ვინც იყო ხორცის ჭამელი, მას თან ზურგით მიქონდა სხვისი კარმაც, ანუ ამ დემონების კარმაც, ხომ გამიგეთ? რადა ეს იყო თანაბრად განაწილებული იმ ადამიანებში, რომლებიც ხორცს მიირთმევდნენ. და ესე იგი, თავიანთი კარმა შეაჩეჩეს ადამიანებს და თვითონ მოიცილეს ეს კარმა. ესე იგი, მთელი პასუხისმგებლობა ადამიანებს დააკისრეს. და პანდორა ამბობს, სანამ იარსებებენო ეს სასაკლაოები, ეს ადამიანები ვერასდროს ვერ გაცნობიერდებიანო. და რამე ხამე დავამატო, ახლა მიდის საქონლის ამოხოცვა ყველგან. არ ვიცი ახლა საქართველოში როგორია საქმე, მაგრამ ჩემყურებამდე მოვიდა, რომ საქართველოშიც დაავადდა საქონელი. და მე რომ ერთ-ორ ვიდეოს მოვსვინე, მივხვდი, რომ ეს კეთდება შეგნებულად. და სპეციალური ვიდეოს გადაღებული გოგოებს ამ პროცესთან დაკავშირებით. მე მგონი ამ ვიდეოს თქვენ გადაგითარგმნით და წარმოგიდგენთ, თუ რატო ხდება ეს ყველაფერი, ვარაუდები გოგოების. ალბათ მხოლოდ ერთ სიტყვი, რომ ამას უშვებენ იმიტომ, რომ ხალხი გონს მოვიდეს. ხალხი მხოლოდ იმ დროს მოდისო გონს, როდესაც რამე სერიოზული პრობლემა უჩნდებაო. კარგი, მე ამას ამით დავამთავრებ. დროებით, მადლობა ყურადღებისთვის.